ახლა ჩვენ სანდრო რაქვიაშვილი, გირჩი სათათბიროს წევრი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, შემოგვიერთდა უკვე პირდაპირ ეთერში. ბატონო სანდრო, საღამომშვიდობისა, იმედი მაქვს, კარგად გესმით ჩემი ხმა. გამარჯობა, შევად მესმის და მივესალმეთ თქვენ მაყურებელს. ბატონო სანდრო, აი 4 ოქტომბრის ფაქტორზე კითხვით მინდა დავიწყო თქვენთან ინტერვიუ. დაგეგმილი აქცია რუსთაველზე, უნდა გაიმართოს სახალხო კრება, ამის შესახებაც იცის საზოგადოება, მაგრამ ის რაც იცის არის ბუნდოვანი. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ არ ვცდები, მე ასე ვფიქრობ და მინდა თქვენგან გავიგო უფრო მეტი, აი თქვენთვის რა სიცხადი არსებობს ამ მიმართულებით. მოკლედ, რა იქნება ამ დღეს 4 ოქტომბრის ფაქტორი, რას შეცვლის პერსპექტივაში, ვინ იქნება პასუხისმგებელი პროცესების აი ნებისმიერი სცენარით განვითარებაზე, თუ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმას, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არ არიან ამ სახალხო შეკრების ორგანიზატორები. ისეთ არის პაატა ბურჭულაძე რო არის ამ მშვიდობიანი ეგრეთ წოდებული დამხობის ორგანიზატორი, გარკვეულ უხერხლობას აჩენს იმ კუთხით, რომ მე რაღაც გასაგები პატივისცემას იმსახურებს ბატონი პაატა მისი წასული მოღვაწეობის საფუძველზე, მაგრამ რასაც ის ახლა აკეთებს, არის უბრალოდ დაცინვა ადამიანების და ამიტომაც რაღაცნაირად ზოგჯერ ასკი გამომდის ის თქვა, რაც მართლა მინდა თქვა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანი ან მოტყუდა, ან მოატყუეს, შეცდომას შეიყვანეს, რომ ასე საერთოდ რაღაცები ხდება სამყაროში, მაგრამ ის ხალხი, ვინც მის ირგვლივ არის, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამას ხელს უწყობენ, რომ სათანადო კითხვებს არ სვავენ და არ ჭრიან ბოლომდე, ასე ვთქვათ, ბატონ პაატას, ფაქტობრივად გამოდის, რომ ერთად ატყუებენ ადამიანებს, იმიტომ რომ არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს სამყაროში. მით უმეტეს, როცა შენამბობ, რომ რაღაც რუსულ რეჟიმი უნდა ხო რუსული რეჟიმი ხო მინიმუმ იმიტომ არის რუსული, რომ ძალადობას მიმართავს რო რამე. ან თუ შენ დამხობას აპირებ და თვითონ არ დაიმხო შენი შესახელის შედეგად ხელისუფლება პარლამენტში ხო უნდა შევარდე, ან არის კანცლერის შენობა ხო უნდა დაიკავოთ. ეს ხო არ არის მშვიდობიანი, ხო აღარ იქნება პოლიციელი გცემს, შენ უნდა პოლიციელი ცემო. კი ბატონო, აი ეს რისკები, ამ რისკებზე ანალიზს რო ჩავყვეთ, ეხლა ბატონ სანდრო, თქვენ ზუსტად ბრძანებდით, რომ თუ რუსულია ეს ყველაფერი, მაშინ უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული, ხო? ამიტომ აი ეს რისკები თქვენ ეხლა ანალიზია თუ გაქვთ მეტი ინფორმაცია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, იმიტომ რომ მედია მუდმივად ჩვენი კოლეგები აშუქებენ, თუ როგორ ემზადება მაგალითად სპეციალური დანიშნულების რაზმი, როგორ ხდება მობილიზება და ასე შემდეგ. ამიტომ აი რისკები უფრო ხაზგასმით რო გამოვკვეთოთ, თქვენ მაგალითად პოლიტიკოსი კიდევ რა მიმართულებით ხედავთ საფრთხეებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით? მე ზოგადად გონია, რომ ეს არის ფარსი თავიდან ბოლომდე. არანაირ რისკებს არ ვხედავ. ჩვენი ოფისი უშუალოდ პარლამენტში. არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ მოხდება, სწორად გავიგე? ასე ფიქრობთ? არაფერი არ მოხდება, იქნება მორიგი იმედგაცრუება. ჩვენ ოფისში დავნიზლავდით კიდეც 10,000 კაცზე მეტი მოვა თუ ნაკლები, იმიტომ რომ მე მგონია აი რუსთაველის წინ წესიადაც ვერ შეავსებენ სივრცეს და გამიკვირდება თუ მეტი მოვა, მაგრამ როც მეტი მოვიდეს, მაინც რაფერი არ მოხდება ჩემი აზრით. არჩევნების დღე არის, ამიტომ ჩვენ ოფისში ბევრი ადამიანი იქნება, ჩემი ოჯახის წევრებიც მოვლენ მათ შორის და მე არაფერს არ ველოდები, რომ იქ რამე განსაკუთრებული მოხდეს, მიუხედავად რომ ოფისი უშუალოდ პარლამენტთან გვაქვს, 10 მეტრია დაახლოებით პარლამენტამდე ჩვენი ოფისი. ამიტომ მე მგონია ეს ფარსი, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მოტივებით ორგანიზდება და ამიტომ სავარაუდოდ ამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობა ვერ იარსებს, ნაციონალურ მოძრაობა ამაზე პასუხისმგებლობა საბოლოოში მაინც აიღო და მე მგონი მისი ამორჩეველი მიხვდება, რომ აი ძალიან ასე ცინიკურად მოატყუეს და იმედი მაქვს, რომ გასაგებია ხა ვიღაც ადამიანები არ მიდიან არჩევნებზე და აი ამ მშვიდობიანი დამხობის იმედად არიან, მაგრამ მათ ასმე ვერ შეცვლია ამ დარჩენილ 2 დღეში, მაგრამ იმედი მაქვს, როცა აი ეს ფარსი დასრულდება, მე მიხვდება, რომ ტყუილში ცხოვრობდა და შემდეგ არჩევნებზე უკვე ყურადღებას მოგვაქცევს და დააფასებს იმას, რომ სულ სიმართლეს ვლაპარაკობდით და მათ შორის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაყვნენ მათ ლიდერებს, რომლებიც უბრალოდ რაღაც აი ეს უცნაური სპექტაკლი დადგეს. კი ბატონო, ბატონ სანდრო, აი თქვენ რა თქმა უნდა, მე თვალი გადავავლე ინტერვიუებს, ვუყურებ თქვენს ბლოგებს და შემდეგ თქვენი ერთ-ერთი ასეთი მიზანი არის მოვუწოდებთ ქართულ ხალხს გააძევეთ თაღლითები პოლიტიკიდანო ბატონმა იაგომ თქვა მაგალითად ესეთი ფრაზა. თუ შეიძლება აი გითხარით უფრო მეტი ვის გულისხმობთ პოლიტიკაში თაღლითები, შეგიძლიათ მეტი კონკრეტიკა და როგორ წარმოგიდგენიათ, აი ეს არჩევნები არის ის ტაქტიკა, ის მეთოდოლოგია, ის გზა, როდესაც პოლიტიკისგან შეიძლება თაღლითები განაცალკავოთ, განარიდოთ.
აი მარტივად ვთქვათ ვინ არის პოლიტიკური თაღლითი ხო ეს ხო რაღაც ტიპის მატყუ არა ხო რომელიც მაგალითად გპირდება რა ვიცი 1000 ლარიან პენსიას და იცი რომ თავიდანვე იცი რომ ეს ტყუილია და იმდენად ტყუილია რომ ვერც კი ასაბუთებს გპირდება ბრძოლას რაღაცა მტერთან რომელსაც არ არსებობს და არ გეუბნება მაგრამ შეუნდა ინტუიციით მიხვდე რომ ის არსებობს და თუნდაც ძალიან ძლიერია და შემდეგ სიამდვილეში ეს პოლიტიკური თაღლითები არიან ის ხალხი ვინც ადამიანებს ატყუებს და თან იმდენად ცინიკურად ატყუებს რომ არც კი ცდილობს რომ რაიმე თქვათ პასუხი აგოს ამ ყველაფერზე და ელემენტარულად ეს კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს და მათ ლიდერებს რომ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ ყველა იმ პარტიას რომელიც გაურბის დებატებს იმიტომ რომ ნებისმიერ თაღლითობა ტყუილი გამოვლინდება დებატების დროს და თუ ეხა ქართული ოცნების შემთხვევაში ცნობილი ამბავია გასაგებია რომ ქართული ოცნებას დიდი რესურსი აქვს და მე ეხა არ მაქვს იმ რესურსის დავამარცხო მაგრამ ქართული ოცნების დამარცხებაში ყველაზე დიდი შეფერხება არის ეს პოლიტიკური თაღლითები ოპოზიციურ ფლანგზე რომლებიც ფაქტობრივად ხელს მიშლიან რომ გავძლიერდე და ხელს მიშლიან რომ მეტი ხალხჭირა მივიღო ეს ეხება მათ შორის იმ ორგანიზატორებს რომლებიც ამ მშვიდობიან დამხობას აწყობენ და უბრალოდ აი არანაირი დისკუსია არ გამართეს საერთოდ რას აკეთებენ ვისთვის აკეთებენ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი რომ დაამხოს საბოლოო ჯამში მთავრობა და ასე შემდეგ ეს ეხება ლელოს მათ შორის იმიტომ რომ ეს პარტია რომელსაც თელი ოპოზიციური მედია ჩაკეტა და ფაქტობრივად მოკლა არც კი დაიწყო დისკუსია იმ მედიებში რომელსაც აკონტროლებდა ეს არის იგი ეხება გახარიას რომელიც უბრალოდ თავიდან ბოლომდე ტყუილებზე ააგო თავისი კამპანია და საბოლოო ჯამში აი ეს ტყუილი რომელიც და ეს ხალხი გაურბის დისკუსიას თქვენ ვერ ნახავთ ვერანაირ დებატებს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა იყოს დებატები და ისიც იმდენად შეზღუდულ ფორმატში რომ არ მგონია რომ გარჩეული იყოს საკითხი მაგრამ ყველა ეს პარტია ლელო თავისივე ტელევიზიაში გაექცა დებატებს და აი ხვდებით ეს იმდენად აუტანელია ეს ტყუილი რომ ამ ტყუილით უბრალოდ არ შეიძლება ქართულ ოცნებასთან დაპირისპირება იმიტომ რომ ნუ თუ ტყუილით უპირისპირდები მაინც ააგებს საბოლოო ჯამში კი ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ თქვენც გასუსტებთ და კი ბატონო ქართული ოცნების დამარცხებაში ხელს გვიშლიან ჩვენც თქვენ ბრძანეთ რა შემთხვევაში გაძლიერდებოდით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რა თანამშრომლობა იყო ამისთვის საჭირო თუ თქვენი გამოკვეთილი მკაფიო მიზანი არის ქართული ოცნების დამარცხება თქვენ ბრძანეთ რომ ლოგიკურად არა გაქვთ თქვენ ამის საკმარისი რესურსი რა შემთხვევაში იქნებოდა ეს მიზანი მიღწეული ცალკე აღებული არც ლელოს არც გახარიას არ აქვს ამის რესურსი და არც ერთი გამოკითხვა არ მეტყველებს იმაზე რომ რაღაცა მოულოდნელი შედეგები დადგება ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი ხო, ცხადია, ეხლა მე მგონი არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ასეთი უპირატესობა რომელიც ქართულ ოცნებამ რესურსებში, რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას აქვს შესაძლებლობა ქართულ ოცნებამ დაამარცხოს, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის იწყება ლაპარაკიდან, იმიტომ რომ სანამ ლაპარაკი არ დაიწყება, სანამ არ გაირჩევა ის პრობლემა, რომელიც ოპოზიციის ნაწილში არის, დაწყებული ისაც ხდებოდა წინა არჩევნების შემდეგ, ისაც ხდება თუნდაც ეხლა, როცა ის ყოფილი კოალიციის წევრები, რომელიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ქვეყანა უნდა ვმართოთ ერთმანეთს ლანძღავით და ქოცრობას აბრალებენ ერთმანეთსთან გამყიდველობას და ასე შემდეგ. ეს თუ არ გახდება მართლა დისკუსიის საგანი, ხო შეუძლებელია რომ რაიმე ტიპის ადეკვატურობა იყოს ოპოზიციის მხარეს და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ქართული ოცნება. ამიტომ თუ რამე გასაკეთებელია, ეს არის ლაპარაკის დაწყება. უნდა გაიხსნას მათ შორის ოპოზიციური მედიები, სადაც ცენზურაა გაჩაღებული, გაიხსნას დისკუსიების დებატებისთვის უნდა და ეს რომ მოხდეს, ამორჩეველმა თქვენი კითხვა რაზე იყო, რომ როგორ უნდა ჩაირიცხოს ეს ხალხი. ამორჩეველმა უნდა ასე ვთქვათ, მიხვდეს, რომ ის პოლიტიკოსი, რომელიც გაურბის საუბარს, გაურბის დებატებს, რომელიც თავისივე ტელევიზიაში არ მოდის დებატებზე, იმ პოლიტიკოს არ შეიძლება ინდო არანაირი გაგები და ხმარ უნდა მისცეს. თუ ქართული ხალხი ამას გაიგებს, ლელოსნაირი პარტიები აღარ იარსებებენ 5 ოქტომბერს, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიიღებენ ხარდაჭერას, თბილისი იქნება ეს თუ სხვა რეგიონები, მაშინ გაჩნდება შანსი, იმიტომ რომ ვინც გადარჩება, ისინი მიხვდებიან მაინც რომ იგივე არ გაემეორონ, რაც ლელოს დაემართა, ლაპარაკი უნდა დაიწყონ და მაშინ მე ქართული უფრო დამაჯერებელი იქნება გირჩი თუ ვინმე სხვა. ბატონ სანდრა, ჩაგეკითხებით თუ შეიძლება ლელო აღარ იარსებებს, რას ნიშნავს? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ლელო საერთოდ ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას ამ არჩევნებზე, თუ რაღაცა მეტაფორულად ბრძანეთ ახლა ეს?
მე იმედი მაქვს რომ არ მოიპოვებს, იმიტომ რომ თუ ქართული ხალხი კრიტიკულად მიუდგება შეფასებას ამ ჩვენი პოლიტიკური რეალობის, რა ვიცი, ლელო და გახარია ალბათ ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ რაიმე ხალხის ამ სამყაროში. ამიტომ არც თავის თანამდებობებს, ნაცების უფრო თანამდებობები არიან თავის პოზიციაში რა რევოლუციას რო აწყობენ და ქოცების გასაგებია ხელისუფლებას ინარჩუნებენ თუნდაც ტყუილებით, მაგრამ გასაგებია მათი მოტივები. აი რაც საერთოდ დაუხსნელია ეს ლელო და გახარიას პოზიციები და ამიტომ თუ ქართული ხალხი ამას დააფასებს და ხარს და გუჭერს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტიების მოწადინებული ვართ საუბარზე. ზოგადად არჩევანს გააკეთებს იმ პარტიების სასარგებლოდ, რომლებიც ლაპარაკისთვის ღიად არიან, დებატებისთვის ღიად არიან. მაშინ უბრალოდ სხვა პარტიები, ვინც გადარჩებიან ველზე, მიხვდება რომ მეტი უნდა ელაპარაკო, მეტი იდებატო და ბოლოს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვიპოვით გზას, როგორ შევსვათ ეს ქვეყანა. მაგრამ ამ არჩევნებამდე დრო თითქმის ამოიწურა. ხას დაუჭერს, რა გადარჩებიან. ბატონ სანდრო, ეხლა თქვენ რა სქემასაც უხსნით ჩვენი ეთერით მაყურებელს. ამისთვის ფაქტობრივად საკმარისი დრო უკვე აღარ არის. არ შედგა დებატები, არ შედგა მოლაპარაკება, არ შედგა ერთობა, არც ბოიკოტის მიმართულებით, არც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთიანობა შედგა და ასე შემდეგ. ამ თქვენ ბევრჯერ გაგიგონიათ ეს კითხვა და მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმაც თქვენგან პასუხი მიიღოს. მაშინ, როდესაც ყველა პარტია ამბობს, რომ დამოუკიდებლად ის საკუთარი რესურსით ვერ ამარცხებს ქართულ ოცნებას, პლუს პარალელურად ვერ მოხერხდა გაერთიანება. მაშინ რას ცვლის ხვალ ზეგ არჩევნების შემდეგ, რას ცვლის თქვენი და სხვა ცალკეული პარტიების, მათ შორის იმ თქვენი კონკურენტი პარტიების, ვისაც ძალიან ესე ხისტად აკრიტიკებთ, მათი მონაწილეობა რას ცვლის? ღირდა კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან უკმაყოფილების დაგროვება, მოდი ასე ვიტყვი, ცოტა უფრო ლოიალურად. ვიცით რა არის, მე არ ვაგებ პასუხს სხვა პარტიებს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს სტიმული ჩვენ დაგეჭროს ხარი. ოპოზიციური ამორჩევლები όμως ამდენი თვე ატყუებდნენ, ლელოც, გახარიაც, ეხლა მალე მიხვდება ნაციონალიზმის ამორჩევლიც, იმასაც ატყუებდნენ, მაგრამ გვიანი იქნება სავარაუდოდ, მაგრამ რომ აი ეს ამორჩევლი რომ მიხვდება, რომ ატყუებდა, მას აქვს სტიმული, რომ ხარი დაგვიჭიროს. წინა წელს ევდები, რომ ხმა დაიკარგოს, გირჩ არ მიეციო და თუ რამე ხმა დაიკარგა, მხოლოდ ისაც გირჩს იყო მიცემული. ყველა დანარჩენი ნამდვილად დაკარგულია, ფაქტად ვიცით უბრალოდ და ტაბლოზე ჩანს ეს. და ეხლა შეუძლიათ ეს შეცდომა გამოასწორონ. ქართული ოცნების ამორჩევლის, რომელიც შეწუხებულია ქართული ოცნებით, ხო ბევრს არ მოსწონს ქართული ოცნება, მაგრამ ეშნოდა ნაცების მოსვლა, ეშნოდა რაღაც რადიკალურად შეიძლება, ეხლა შანსი აქვს ისე დაგვიჭიროს ხარი, რომ ჩვენ გავძლიერდებით და ქართული ოცნება ეხლა რადიკალურად არ დამასწრება ქვეყანაში გასაგებია ამ სიტუაციაში, მაგრამ ის პარტია გაძლიერდება, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს და 9 წელია ტყუილი არ უთქვამს ამორჩევლისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენ თუ გავძლიერდებით 5 ოქტომბერს ქვეყანა რა თქმა უნდა არ შეიძლება რადიკალურად, მაგრამ გაჩნდება შანსი, რომ მომავალს ის შეიცვალოს. ჩვენ რასაც პირდებით ამორჩევლს ის კი არის, რომ აი როგორც ქალაქეს გამოგვიჯათო და რაღაც რევოლუციას მოვაწყო და შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით სწორი მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თუ ჩვენ ვქნებათ 15% ხარდაჭერა თბილისში, 10% ქვეყანაში და ასე შემდეგ, ჩვენი წონა იმდან გაიზრდება, რომ ჩვენ ვერა დაბლოკას რაღაც ტელევიზიებში როგორც ეს ხდება, ჩვენი აზრი უფრო წონიანი იქნება ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში და საბოლოო ჯამში ეს იქნება ბეროდ უფრო ჯანსაღი პოლიტიკური გარემო ვიდრე ეხლა არის და მეტიც სხვა თუ არაფერი ყველა სხვა პარტიებისგან განსხვავებით ჩვენი საკრებულოს წევრები მართლა ჩვენ ამორჩევლზე იმუშავებენ და ჩვენ პერსონალური საკრებულოს წევრი ეყოლება ფაქტობრივად ჩვენ ამორჩევლს და ესეც დიდი პრივილეგია რომელიც არცერთ სხვა პარტია არ თავაზობს ამიტომ ბატონ სანდრო ყველა მოქალაქეს ჩემი აზრით აქვს სერიოზული სტიმული დაგვიჭიროს ხარი კი ბატონო და მე გადავხედე თქვენს განწყობებს და ძალიან იმედიანად ხართ რეგიონებში სხვადასხვა საკრებულოში მაგალითად ლანჩხუთთან დაკავშირებით გამოთქვამდით ვუსმენდით თქვენს ბლოგს და ასევე ბათუმთან დაკავშირებით გაქვთ იმედიანი განწყობა. მე მაინტერესებს ასეთი რამ. როდესაც თქვენ ბრძანებთ აირჩიე განვითარება წარსულში დაბრუნების მაგივრად, თქვენ რა შეგიძლიათ შეცვალოთ მუნიციპალიტეტების დონეზე, საკრებულოების დონეზე იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა და როგორც თქვენ ბრძანებთ, წარსულისკენ არ წავიდეს და არ გაგრძელდეს სვლა. ზოგადად ჩვენ ძალიან ამბიციური ხალხი ვართ და ჩვენ მაგათ არ მოგწონს, როდესაც თბილისს როგორც სოფელს ისე უყურებენ კალაძე და ზოგადად ქართული ოცნება და მათ შორის ზოგი ოპოზიციური პარტია და მე-19 საუკუნის ტრანსპორტის დაბრუნება უნდა ქალაქში მინისტრს და მეტრო განავითარონ. ან ზოგადად ჩვენ მაგალითად მიგვაჩნია, რომ თბილისი უნდა იყოს მთელი ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი და არა რაღაც ლოკალური ანუ ქვეყნის მნიშვნელობის ქალაქი. ამიტომ გვინდა რომ დედაქალაქი გადავიდეს ქუთაისში
იმიტომ რომ დედაქალაქობა თბილისს უშლის რომ გახდეს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. ზუსტად ასე ჩვენ ზოგადად ამბიციურად ვუყურებთ ყველა ქალაქს თუ მუნიციპალიტეტის განვითარებას. ეხლა შეიძლება რამდენიმე რეგიონში გვაქვს შეიძლება ბევრი ადამიანი გავიყვანოთ, თუმცა შეიძლება 5 ადამიანს კი გავიყვანოთ დღევანდელი რეიტინგების თანახმად, მაგრამ ყველა რეგიონში ასე არ იქნება ბუნებრივია და შეიძლება ერთი ადამიანი იყოს გაყვანილი, მაგრამ ყველა ეს ადამიანი ვინც გავა საკრებულოში, იქნება მიმართული რომ ბათუმი იქნება ეს თბილისი იქნება თუ ეს ზესტაფონი ან ზუგდიდი, შევხედოთ ამ ქალაქს როგორც ამბიციურად რომ ჩვენ ბევრად მეტი გვინდა რაღაც აქვე ეხლა ფულს შოვლობთ ეხლა ცხოვრობ და რაც გვაქვს გვეყოფა და მეტი არაფერი არ გვინდა ეს არ არის ჩვენი სტილი კი ბატონო ბათუმთან მიმართებით რა ამბიცია გაქვთ და რამდენი ადამიანის გაყვანას ფიქრობთ ვიცი რომ ძალიან დიდი რესურსი არ გაქვთ მობილიზებული არ გყავთ მობილიზებული კი, ბათუმში მაგალითად წინა წელს ქართული ოცნება ძალიან დიდი ხარდაჭერა მიიღო, მათ შორის იმიტომ რომ ბათუმი მათ შორის ფულს აკეთებს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად და ზოგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ სულ ხო არ შეიძლება მათ შორის რუსულ ტურისტებზე იყო დამოკიდებული ან ისეთ ტიპის საქმიანობაზე, რომელიც სულ მთავრობის იმედად ხარ პირდაპირ თუ ირიბად. ამიტომ როგორ უნდა გახდეს თვითკმარი, თვითმყოფადი, დიახ, და მუდმივად არ იყოს დამოკიდებული როგორც თქვენ ბრძანებთ. თვითკმარი კი არ უნდა იყოს, თვითკმარობა ზოგადად არის კარგი ამბავი, თვითმყოფადობაც არის კარგი ამბავი, პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ ჩაშენებული სოფლიო ეკონომიკაში, ბათუმს უნდა ქონდეს თავისი უნიკალური ხელწერა, როგორც კურორტულ ქალაქს, არა მარტო საქართველოს არამედ ზოგადად მთელ რეგიონში სპეციფიკური უნდა იყოს და რაც თავარია ის უნდა იყოს კომფორტული ბათუმელებისთვისაც. არ შეიძლება ის მარტო ტურისტებისთვის იყოს, ან მარტო ბათუმელებისთვის და ეს უნიკალური კომპრომისი გვაქვს. ამიტომაც ჩვენი კანდიდატები მიზანი არის ეს კომპრომისი ვიპოვოთ, რომ ერთი ხრივ ბათუმელი რომელიც ცხოვრობს ისტორიულ ქალაქში, რომელსაც თავისი საჭიროებები აქვს, კომფორტი არის საჭირო, კომპაქტურობა, მეორე ხრივ ჭირდება ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა, მაღალი კორპუსებისაც ხალხი შედის და მაინც ტურიზმი ითვლება, დიახ, ძირითადად შემოსავლად აქ მაინც ტურიზმი ითვლება. და აი ჩანაცვლება ალტერნატივას თქვენ. შეიძლება უბრალოდ ბათუმელებს კი, ბათუმელებს არ შეიძლება უთხრათ უარი კომფორტულ ცხოვრებას, იმიტომ რომ ტურისტები ჩამოდიან, მაგრამ ტურისტებს უარს ვერ უთქვით, იმიტომ რომ ბათუმელები გააღარიბდებიან. ამიტომ აი ეს კომპრომისი, რომ ერთი ხრივ ქალაქი ვითარდებოდეს, მაგრამ იმიტომ კი არა რომ დავჩაგროთ ბათუმელები და მათთვის გაუსაზრდელი გავხადოთ ცხოვრება. მეორე ხრივ არც ის შეფერხება გავაკეთოთ, რომ აი თუნდაც ელემენტარულად რამდენი რამხელა პრობლემა იყო, რამდენი თვე გრძელდებოდა ის, რომ ბათუმში გზა წესიად იმხელა საცობები იყო, რომ წესი გზა ვერ გახსნათ. ეხლა პრობლემებია, მაგრამ აი წლები გრძელდებოდა, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ ელემენტარულად არ იყო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ფოკუსი ბათუმელების თუ ზოგადად აჭარის მოსახლეობაზე, მთელი საქართველოს იმდენ მათაც ეხებოდა საბოლოო ჯამში ეს. ამ პრობლემაზე კონცენტრირებული და ჩვენი ამოცანაა, რომ აი ესეთი პრობლემები უფრო, ასე ვთქვათ, დისკუსიის გავხადოთ, რომ ხალხის ენერგია იხარჯებოდეს არა უაზრო პროტესტზე, რომელსაც გაურკვეველი რატომ აკეთებენ, საერთოდ და რა მიზანი აქვს, არამედ იმად, რაც ცხოვრებას მართლა გაამჯობესებს. ბატონ სანდრო, აი ბოლო კითხვას დაგისვამ, თუ შეიძლება ჩვენი დროც იწურება. ძალიან საინტერესო წინადადება თქვენი, რაც ეხება პროფესიონალების საჯარო სამსახურიდან გადადინებას კერძო სექტორში და რაცა კარგი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მათი გადაყვანა და კერძო სექტორის გაძლიერება. გასაგებია ამ სექტორის გაძლიერება, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რატომ სჭირდება აი ასე თუნდაც ხელოვნურად ძალიან უხეშად თუ არ არის ჩემი მხრიდან შეფასებული ჩარევა გასაძლიერებლად კერძო სექტორს და ხომ არ ფიქრობთ თუ კარგი კადრები სოლიდური სარგებლის სანაცვლოდ მართლაც გადაედინებიან და გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, მაშინ საჯარო სამსახური, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი რგოლია სახელმწიფოსთვის, ხომ არ დარჩება საფუძველ გამოცლილი და დაცლილი პროფესიონალებისგან. ჩვენ დაახლოებით 10 ჯერ უფრო მეტი საჯარო მოხელე ყავს, ვიდრე გჭირდება. და ბოლო წლები განსაკუთრებულად გამოირჩევა იმით, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საქმდება საჯარო სექტორში და რაც თავარია უდიდესი მათი ნაწილი ან არაფერს არ აკეთებს, ან მავნებლობს. ის შეიძლება იყოს კარგი იურისტი ან რავის ფინანსისტი, რომელიც რაღაც კონკრეტულ საქმეს შეიძლება კვალიფიცირებულად აკეთებდეს, მაგრამ საბოლოო მიზანი, რომელსაც ის ემსახურება, აი ყველაზე კარგ შემთხვევაში არაფერს არ შეცვლის, მაგრამ სულ შემთხვევაში მავნებლობას აკეთებენ და ეს ძალიან ვინც რამე შეეჯახა, რამე ბიუროკრატია
მოხდეს ნებართვის აღება მშენებლობის და შემდეგ იცის რომ ჯოჯოხეთი შეიძლება გაატაროს წლები და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია რომ პირიქით ამ ბიუროკრატიისგან გავანთავისუფლოთ მოქალაქეები, მაგრამ თუ ბიუროკრატიისგან გაანთავისუფლე, გასაგებია ბიუროკრატებიც უნდა გაანთავისუფლო, ეს ხო ბუნებრივი ამბავია, თუ რეგულაცია მოხსენი, მაშინ რეგულატორიც უნდა გაანთავისუფლო და ასე ვთქვათ ის სამსახურის გარშე დარჩება, მაგრამ ჩვენ ზოგადად ჩვენი პარტია მიმართული იმის რომ ჩვენ ვიცხოვროთ ბედნიერ მდიდარ ქვეყანაში და არ გვინდა რომ ვიღაცა ისაგრებოდეს ამის გამო და ამიტომ თუ ადამიანი რაღაცის გამო თავის შეცდომის გამო, თავრობის არასწორი დაპირების გამო, თუ ტყუილის გამო აღმოჩნდა საჯარო სექტორში და თავის ნიჩს, თავის უნარს კარგავს ფუჭად, იმიტომ რომ დაბერდება, ვერაფერს ვერ ეთქვა შვილიშვილებს რა დაგავაკეთებ, იმიტომ რომ არაფერი არ გავუკეთებია კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში ხალხს ძალადობდა, ან მავნებლობდა, ან რაღაცას სულს უკეთებდა. აი ასე რომ არ გაიფლანგოს ჩვენი ადამიანების ნიჩი და ენერგია, ჩვენ გვინდა ხალხი გადავიდეს უმტკინებლად კერძო სექტორში და ჩვენ თავაზობთ რომ თუ გადახვალ და აღარ დაბრუნდები საჯარო სექტორში, 3 წელი გექნება ხელფასი და გექნება დრო რომ უმტკინებლად დაითვისო ახალი პროფესია, დაიწყოს სამსახური იქ სადაც უფრო დაბალი პოზიციიდან, მაგრამ ბევრად მეტი შემოსავალი გექნება, იმიტომ რომ ძველი ხელფასი ხო რჩება და ფაქტობრივად 3 წელი გექნება რომ ადაპტაცია გაიარო და დაიწყო ახალი ცხოვრება. მეტიც ბევრ ქვეყანაში ბევრი კვლევა არსებობს, სადაც 9 წელი ან მაქსიმუმ 1 წელია ასეთი საქმისთვის საკმარისი და ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ თუ დაგვიჭერთ ხას ბიუროკრატიაც მოიგებს, იმიტომ რომ მოქალაქე მოიგებს, იმიტომ რომ აღარ ექნება სარბენალი რაღაც 5 თვე, 10 თვე და რამდენიმე წელი ზოგ შემთხვევაში რაღაც ნებართვაზე და ის ბიუროკრატით რომელიც სამსახურს დაკარგავს, სანდოში მოიგებს, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი ექნება და შანსი ექნება ისეთი საქმე დაკავდეს, რომელსაც მე იამაყებს ცხოვრების ბოლოს. ეხლა სამწუხაროდ 10,000-ობით საჯარო მომხელი ისეთი საქმით არის დაკავებული, სიკვდილის წინ რომ შვილიშვილმა კითხოს ბაბუ რას აკეთებდიო, ვერაფერს კარს ვერ ეტყვის. და მე მგონი ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის და მე მგონი ჩვენი მოქალაქეების ნიჭი ასე არ უნდა გაიფლანგოს. კი ბატონო, ბატონ სანდრო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.